მოდით გადავხედოთ გამოცხადების წიგნის 22 თავს 17 მოხლს. სული და სასწლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ დაგვიძახეს. ერთ დღეს ევანგელისტი მოვიდა ჩემს სახლში და ქადაგებდა ჩემს მიმართ. ხშირად მესმის სიონის წევრების ასეთი სიტყვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ღვთის დავალებებს. თუმცა ვინ გამოგგზავნა იქ? როდესაც საქმეების წიგნში ადრეული ეკლესიის ისტორიას ვუყურებთ, მოციქულმა პავლემ დამასკოს გზაზე ზეციდან ძლიერი ჭეშმარიტების შუქი მიიღო. კაშკაშა შუქში მან ღვთის ხმა გაიგონა. მოციქულ პავლეს თავდაპირველი სახელი სავლე იყო. სავლე, სავლე, ვინ ხარ შენ, უფალო? მას მხოლოდ მისი ხმა ესმოდა და კაშკაშა შუქში ვერ ხედავდა მას. მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც იესომ ეს ქვეყანა დატოვა, მაშ, რა შეიძლებოდა ეგრძნო მოციქულ პავლეს იმ დროს. რადგან მან არასწორად გაიგო, რომ ადრეული ეკლესიის წმინდანები ერეტიკოსები იყვნენ, ის სასტიკად დევნიდა მათ. ამიტომ დაფიქრდით, როგორ უნდა ეგრძნო თავი, როდესაც გკითხა, ვინ ხარ შენ, უფალო, და პასუხად მიიღო, მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. ამ მოვლენის გამო პავლე გარკვეული დროით დაბრმავდა. განა მოგვიანებით სასწაული არ მოხდა, რომ ანანიას მეშვეობით ისევ შეძლო ხედვა. ბევრი ამბობს, ანანიამ პავლეს ხელები დაადო და მხედველობა დაუბრუნდა. თუმცა ვინ იყო ამ ყველა სიტუაციის გადამწყვეტი? ღმერთმა ყველაფერი წარმართა და აღასრულა. ღმერთმა ანანიას უთხრა, წადი კაცთან სახელად სავლე და დაადე ხელები. ასევე მან მოციქულ პავლეს ხილვაში აჩვენა კაცი სახელად ანანია, რომელიც მასთან მივიდა. ამგვარად ღმერთმა მისცა მათ ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება და განკურნა მოციქულ პავლეს თვალები. სწორედ ღმერთი ხელმძღვანელობდა და დეტალურად წარმართავდა სახარების მთელ საქმეს. ღმერთი კულისებს მიღმა ყველაფერში ჩარეული იყო. ყველას ღმერთმა აგვითქვა ცოდვების მიტევების კურთხევა და საუკუნო სიცოცხლე მხოლოდ სიონში. ვისი სამყოფელია სიონი? ეს არის ღვთის სამყოფელი. ამასთან სიამაყე არასდროს უნდა დავკარგოთ. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად ცხოვრობენ თქვენს სახლში? ისინი არ არიან შენი ოჯახი? მაშ, რატომ ცხოვრობთ ყოველთვის სიონში? ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ. სიონს, სადაც დღესასწაულები აღინიშნება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ამიტომ უნდა ვიფიქროთ მამისა და დედის მადლზე, რომლებმაც აღადგინეს სიონი და მოგცეს საშუალება. გვეპოვა ჭეშმარიტი ღმერთი, მიგვეღო მარადიული სიცოცხლე და ცოდვათა მიტევება. გამოცხადების 22 თავის თანახმად, სული და პატარძალი გამოჩნდებიან და იტყვიან, მოდი, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, მოდით ჩემთან სიონში ასე არ არის. სულისა და სასწლოს შესაცნობად, ჩვენ სიონში უნდა მივიდეთ. ღმერთმა მამამ და ღმერთმა დედამ მოგცეს საშუალება, ვიხილოთ, გვესმოდეს და გავაცნობიეროთ ახალი აღთქმის ყველა ჭეშმარიტება. იმედი მაქვს, რომ არასდროს დავივიწყებთ მათ მადლს, არამედ ყოველთვის მადლობას გადავუხდით მათ და მათ მადლს მრავალ ადამიანს გავუზიარებთ. დიდი მადლობა.